სლოვაკეთის პრემიერი რობერტ ფიცო საპასუხო-ზომებით იმუქრება, თუ კი უკრაინა არ აღადგენს რუსული გაზის ტრანზიტს. ბრიუსელში ევროკომისიის პრეს-კონფერენციაზე ფიცომ განაცხადა, რომ სლოვაკეთმა შესაძლოა უკრაინას ჰუმანიტარული დახმარება შეუწყვიტოს, შეუჩეროს ელექტროენერგიის მიწოდება და შეამციროს ან გააუქმოს შეღავათები უკრაინელი ლტოლვილებისთვის. მინდა კიდევ ერთხელ ძალიან მკაფიოდ განვაცხადა, რომ თუ ეს პრობლემა არ მოგვარდება, სლოვაკეთის რესპუბლიკის მთავრობა უახლოეს მომავალში კაც საპასუხო ზომებს მიიღებს. დიახ, ზოგმა შეიძლება თქვას, რომ სისასტიკეა ის, რასაც ვამბობ, თუმცა ასევე სისასტიკეა ის, თუ როგორ გვექცევა ჩვენ და ევროკავშირს ზელენსკი. ეს დამაზიანებელია და სასტიკი. მილსადენი, რომელიც უკრაინის ტერიტორიაზე გადის, ქსელში არსებული 4 მარშრუტიდან ერთ-ერთია, რითაც ევროკავშირს რუსული გაზი მიეწოდებოდა. კიევმა მიიღო გადაწყვეტილება შეეჩერებინა გაზის მიწოდება სატრანზიტო შეთანხმების ფარგლებში, რომელიც ომამდე გაფორმდა და რომელსაც ვადა 2024 წლის ბოლოს ამოეწურა. პლატფორმა X-ზე უკრაინის ლიდერმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ გაზის მიწოდების შეწყვეტა ნიშნავს, რომ მოსკოვი დაკარგავს ერთ-ერთ ყველაზე მომგებიან და გეოგრაფიულად მისაწვდომ ბაზარს.